კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიში ხელოვნური ინტელექტის მოდელი უკვე შეიქმნა და მას მითოსი ჰქვია. მისმა საშუალებებმა იმდენად შეაშინა ამერიკის ხელისუფლება, რომ პირდაპირ გაგებით შემქმნელ სტარტაპს თხოვეს, რომ ჯერ საჯაროდ არ გამოეშვათ. რატომ მიიჩნევა ის ასე საშიშად და უნდა გვეშინოდეს თუ არა ჩვენ? რიგით მოკალაქეებს ამაზე დეტალურად სასაუბრო ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. მითოსი, სწორედ ასე ჰქვია ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია ენთროპიკის მიერ შექმნილ იმ მოდელს, რომელმაც უბრალოდ მსოფლიო გამოხმაურება კი არ გამოიწვია. ტეკ კომპანიებისა თუ კერძო საინვესტიციო ფონდების იმდენად დიდი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა, რომ სულ რაღაც 2 თვის წინ 350 მილიარდად შეფასებული სტარტაპის კაპიტალიზაცია დღეს 1 ტრილიონამდეა გაზრდილი. თავად მითოსი ენთროპიკის AI მოდელების კლოდის ოჯახის უახლესი, ნამდვილად მძიმეწონიანი წევრია და ის ლაბორატორიამ 2026 წლის აპრილში წარადგინა. თუმცა კომპანიას თავიდანვე არ დაუმალავს, რომ ის იმდენად მძლავრია, რომ მისი საჯაროდ შემზადების გარეშე გამოტანა მეტისმეტად დიდ საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. ChatGPT-სა თუ Gemini-ის ჩვეულებრივი ჩატბოტებისაგან განსხვავებით, მითოსი სპეციფიკურად კიბერუსაფრთხოების ამოცანების შესრულებისთვისაა შექმნილი. მას შეუძლია ოპერაციული სისტემებისა თუ ბრაუზერების უწვრილესი ხარვეზების აღმოჩენა. ისეთებისაც კი, რომლებიც თავად ამ სისტემების შემქმნელებისთვის დღემდეც კი უცნობია. როგორც ენთროპიკში ამბობენ, მას შეუძლია ნებისმიერი შეცდომის იდენტიფიცირება და არა უბრალოდ გამოსწორება, არამედ თუ ცუდ ხელში მოხვდა, მათი შემქმნელის წინააღმდეგვე გამოყენება. ანუ მარტივად რომ თქვა, თუ ბანკს აქვს ხარვეზი და ამ ხარვეზის შესახებ დეველოპერებმა არ იციან, მითოსი მათ სწორედ ბანკის წინააღმდეგ გამოიყენებს. იქნება ეს სისტემაში უბრალო შეღწევა თუ მთლიანად ბანკის ფუნქციონირების პარალიზება. ის არ არის მხოლოდ ჭკვიანი მოდელი. ის მსოფლიოს საუკეთესო ჰაკერია, რომელსაც ყველა პლატფორმაზე შესვლა ნებართვის გარეშე შეუძლია. სწორედ იმან, რომ ამ შესაძლებლობას ლაბორატორიაში მალევე მიხვდნენ, გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით ყველა წამყვანი საბანკო თუ ფინანსური და ტექნოლოგიური მოთამაშის მობილიზება. ენთროპიკმა პირდაპირ გააფრთხილა კომპანიები, რომ თუ ვინმეს ეს მოდელი ხელთ ჩაუვარდება და ბოროტი მიზნით გამოყენებას ცდის, ის გლობალური კიბერუსაფრთხოების კოლაფს გამოიწვევს. რაც ჩვენთვის ცნობილი არის ის, რომ დაახლოებით 40 ორგანიზაციამ, თუ უკვე მეტმა არა, მათ შორის Apple-მა, Goldman Sachs-მა და JP Morgan-მა უკვე დაიწყეს მისი ჩანერგვა სისტემაში საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. თუმცა საინტერესო ფაქტი ის არის, რომ საერთაშორისო ექსპერტები მითოსის უფრო მეტ სიკეთეზე საუბრობენ, ვიდრე ცუდ მხარეზე. ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ის რაც ენთროპიკმა შეძლო, დიდი მიღწევა. გაერთიანებული სამეფოს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტმა მისი შექმნა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. არა მარტო იმიტომ, რომ გავიგეთ კიდევ რისი შექმნა შეუძლიათ ადამიანებს, არამედ იმიტომაც, რომ სერიოზულად გამოფხიზლდა არაერთი ის კომპანია, რომელიც აქამდე თავს დაცულად თვლიდა და აცხადებდა. ახლა კი მიხვდა, რომ საჭიროა თავდაცვის სისტემების განახლება. ეს მოიტანს იმას, რომ მომავალში გაცილებით შემცირდება ჰაკერული თავდასხმები, რადგან კომპანიებს AI-ის მიერვე დაცული უმძლავრესი მოდელი ჩაუდგება ფარად და ამოავსებს ჰაკერებისთვის შესახძევ ყველაზე ვიწრო შესასვლელებსაც კი. მას უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი ჩვენ, რიგით მოკალაქეებს. არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ეს რთული საკითხია. უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მითოსზე წვდომა არასანქცირებულმა პირებმა დროებით მოიპოვეს, თუმცა საბედნიეროდ ამას უარყოფითი შედეგები არ მოუტანია. იმედის ნიშანს გვაძლევს ისიც, რომ ლაბორატორიამ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები მალევე გააფრთხილა და მათ ამ ხელსაწყოზე წვდომაც მისცა. აი საკითხავი და მეტიც სადარდებელი ახლა ის უნდა იყოს, კიდევ სადამდე შეიძლება განვითარდეს AI ინდუსტრია, ან იქნება კი ყველა კომპანია ისეთი ეთიკური და კეთილგონიერი, რომ თავისი გამოგონება მსოფლიოს გასაუმჯობესებლად გამოიყენოს და არა მისთვის ზიანის მოსატანად. ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი ახლა ვერავის გვექნება, ისევე როგორც ვერავის წარმოედგინა თუნდაც 1 თვის წინ, რომ ენთროპიკის მიერ შექმნილი მითოსი მსოფლიოს სალაპარაკო თემა გახდებოდა.